შემოგვიერთდა კლდის უბანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი. დილომშვიდობისა მამა დავით. გილოცავთ დიდ მარხვის დაწყებას და დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. უნდა ვისაუბროთ დღეს მთავარი თემა სწორედ არის მარხვა, დაიწყო დღეიდან დიდი მარხვა, სწორედ ამის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ და ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ვიდრე მარხვის შესახებ ვისაუბრებდეთ, ჩვენ გავაცანით გადაცემის დასაწყისში უწმინდესის მიმართვა დიდ მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს გუშინ იყო მიტევების დღე. რამდენად მნიშვნელოვანია პირველ რიგში ამით რომ დავიწყოთ. ძალა და მნიშვნელობა მიტევების სინანულის ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უმთავრესი ლოცვა არის მამაო ჩვენო და იქ არის ფრაზა და მომიტევენ ჩვენთან ავდებენ ჩვენი ვითარ ჩვენ მივდებ თანავდებთ მათ ჩვენთან ასე რომ თვითონ ეს ლოცვა გვეუბნება რომ როგორც ჩვენ მიუტევებთ ადამიანებს ისე უფალი მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს და თითოეული კაცის ცხოვრებაში ბევრჯერ შეიმჩნევა რამდენჯერ ისე არ მოქცევა როგორც სულიერი ნორმა მოითხოვს რამდენჯერ განურისხებია უფალი და შეუგზნია სხვათა შორის ღმერთის დასჯა თითქოს აი ბრუნდება უფალი ზურგით შენსკენ და მე როცა მოინანებ მე ისე ესეც საოცარი რამ არის ჩვენ ადამიანები ხშირად სასტიკები ვართ ერთხელ გაწყინდები და მთელი ცხოვრება გახსოვს და უფალი კიდე რამდენჯერ გპატიობს ჩვენ ყველა ცხოვრება ესე არის მოწყობილი და გამსჭვალული უფლის სულ მიმდევებელი განცდით მე ესე ვიტყოდი ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიტევება თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას რომ მიტევება ესე ადვილი არ არის ალბათ ყველას უგრძნია რომ ზოგჯერ გაგაბრაზებენ შეურაცხყოფენ არასწორად მოიქცევიან და აი ვერაფრით ვერ ახერხებ რომ მიუტევო თვეები და წლები შეიძლება დაგჭირდეს ამიტომაც პირადად მე ვფიქრობ რომ ესე გამარტივება არ არის საჭირო ეს არის რეალობა კიდევ მეორე კიდევ მიუტევო ზოგჯერ მაგრამ არ გამოდის ეს ამიტომაც ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ საერთოდ იყო ის რაც ხარ უფლის წინაშე უნდა წარდგე შენ ნამდვილი სახით და უთხრა უფალო მე მინდა რომ მივიტევო მაგრამ არ გამოდის შემეცი და როდესაც აი ესე გულწრფელად წარდგები უფლის წინაშე მე უკვე მოდის სხვა მადლი თუმცა როდის მოვა ეს კაცმა არ იცის ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია შენდობა მაგრამ არც თუ იშვიათად საკმარისად ხშირად პირდაპირ უნდა ითქვას ეს ფორმალურ ხარისხს ატარებს. თუნდაც აი შენდობის კვირა არა შემინდე და იმის მიღმა დიდი ემოციური დატვირთვა არ არის. ასე რომ ნამდვილი მიტევება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ თერიქ შემთხვევაში არ გამოგვდის. დიახ, ასევე იწყება წმინდა ანდრეი კრეტელის სინანულის დიდი კანონის კითხვა. მამა დავით, ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მოსმენა სწორად გაგება და აღქმა, გააზრება მთელი ცხოვრების განმავლობაში თუ რას მოიცავს წმინდა ანდრეი კრეტელის სინანულის დიდი კანონი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სინანულიც. იცი რა არის, აი ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში რო შედიხარ უკვე. ეს თანხლებია, რომ ადამიანი ძალიან ბევრ ცოდვის მიერ მიდრეკილებას აღმოაჩენს საკუთარ თავში. ძალიან ბევრს. ამიტომაც მოთქვამდნენ წმინდა მამები რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ და ყველა ცოდვილი ეს პარადოქსია თითქოს ხალხი რომელიც ყოველნაირად იწმინდავდა საკუთარ თავს არა მხოლოდ ქცევის არამედ ფიქრის ემოციის დონეზე აი ისინი მიიჩნევდნენ უკანასკნელ ადამიანებთან საკუთარ თავს და ზოგჯერ მოდის ახლა ადამიანი პირველად აღსარების დროს დიცვერებას ვერ იხსენებ მე კი ეხსნებათ ხოლმე სულიერი თვალი და რაღაცებს ასე ვთქვათ ამჩნევენ იგონებენ მაგრამ დასაწყისში არც თუ იშვიათად არის ეს მოვლენა და რა მინდა ვთქვა რომ როცა სიღრმეში შედიხარ აი სულ არის შენი განცდა ცოდვილობის წარსული შეცდომების მსგავსი საქციელის ადამიანები ვართ არა ხანდახან წარსულს რო გადახედავ შენ თვითონ წამოწითლებულ ხარ და გითქვამს რომ ნეტა ეს ერთ ჩამედინე რა სად ვიყავი როგორ ვაკეთებდი ამას ყველაფერს ესეც ჩვენი თანხლები განცდა ასე რომ ქრისტიანობის სიღრმე ამას გულისხმობს სინანულს საკუთარი თავის
ცოდვილობის გაცნობიერებას და ძალიან ბევრ რამესთან დაკავშირებით სინანულს. ეს არის ჩვენი ცხოვრება და ვინც ესე არ მიდის, მე ვფიქრობ, რომ ის აბსტრაქტიან მაგისტრატს ღვთისკენ სავალი გზის. დიდი მარხვა დაიწყო და სწორედ ეს არის ჩვენთვის დიდი სულიერი ასპარეზი, ასე ვთქვათ, რომ გამოვიწორთნათ, ჩვენ თავს ჩაურმავდეთ და რეალურად აღმოვაჩინოთ ჩვენში ის ნაკლი, რომელიც ასე გვიშლის ხელს იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ უფალს, ხომ? ყველაზე მთავარი რაც უნდა გაგვაჩნდეს, ეს არის განცდა თვისთა ცოდვათა, თავისთავად და სინანული ამ ცოდვების. რა არის მთავარი, რაც ადამიანმა უნდა შეიგრძნოს იგივე აღსარების დროს, სინანულის დროს, ისე რომ ეს გარეგნული იერსახე კი არ იყოს, არამედ ნამდვილად შეიგრძნოს ეს განცდა, ეს ემოცია, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს და ეს რაღაც გარკვეული თითქოს შვება შეიძლება ასე ითქვას, რომელიც უფლის წინაშე აღიარე თქვი და გულწრფელად მოინანია. დიახ, იცით რა არის, მე პირადად აი მრევლს ვეუბნები, რომ მოდი, აი წარმოედგინე, რომ ღმერთი გიყურებს უფალი. აი შენი აზრით ღმერთს ყველაზე მეტად რა არ მოსწონს შენში. ეს ბევრია ალბათ, შეიძლება 15-20 დაასახელო, მაგრამ აი არსებითი რა არის თავის გამოვლენებით. ან ზოგჯერ ესე ვაყენებ საკითხს, აი შენ თავს რო უყურებ ყველაზე მეტად რის გამოსწორებას ისურვებდი თავის გამოვლენებით, ასე რომ ზოგჯერ კი არა ხშირად არსებითზე გახვიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეტად, იმიტომ რომ საერთოდ ცხოვრება ისეა მოწყობილი, არსებითი უნდა გამოყო, სინანულთან დაკავშირებითაც იგივე შეიძლება ითქვას. არსებითი. და ერთი მხრივ კარგია ჩამოწერილი რომ არის ხოლმე ცოდვები, ხო თქვენი ცით აღსარების წინ შეიძლება 50-100 ცოდვა 50. რომ გადახედო, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცა პირადად მე ხინჯად მაქვს ხოლმე, იცი, აი 100 ცოდვას აიკითხავენ და თითქოს ბევრს აღმოაჩენენ, მაგრამ ეს მაინც რაღაც გარეგნულია, ზედაპირულია, თავსმოხვეულია თითქოს. და სხვა როცა შიგნიდან მოდის. შიგნიდან მომწიფდება, რომ ეს ჩემი ნაკლოვანება, ეს ჩემი სისუსტეა და მე მოჯადო უძრაში ტრიალებ და არ შემიძლია ამის გამოსწორება. აი ამას მე ვფიქრობ, რომ სხვა დატვირთვა აქვს კიდე. სხვა ემოციონალური განწყობა აქვს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აი ზოგჯერ რა არის, იცით, ეკლესიურ ცხოვრებაში უნდა იგრძნო, რომ მომწიფდი აღსარებისთვის რა, აი შიგნიდან უკვე წამოვიდა რაღაცას ვერ ლახავ, რაღაც სხვანაირად გააცნობიერე შენი სისუსტის ესა თუ ის ხარე. და ეგ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ნატიფი პროცესია, იცით, აი უფალი უცებ მთელი სისავსით კი არ შეგაგრძნობინებ შენ ცოდვილობას, არამედ ეს დროში არის გაწერილი, იმიტომ რომ მთელი სისავსით რო შეიგრძნო. რამდენი რამგან გამოსასწორებელი, რამდენი ცოდვის მიერ მიდრეკილება შეიძლება დაითრგუნო ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო, ასე რომ ძალიან ნატიფად ხდება ეს, მაგრამ აი ეს მომენტი უნდა ჩაავლო, რომ აი ხა უფალი აი სისუსტის გამოსწორებას მოითხოვს შენგან. ეს მეტად კიდევ მეორე დახვეწილი, ასე ვთქვათ, მოვლენაა და სათანადოდ არის გასაცნობიერებელი. თუმცა ხა არც თუ იშვიათად ისმის ხოლმე, რომ შესაბამისი ის არა მაქვს ემოციონალური განწყობა, შესაბამისი სინანული. ცოდვას ვამბობ, მაგრამ შრალია თითქოს შემიგული, ესეც რეალური მოვლენაა და ამ შემთხვევაში პირადად მე ვეუბნები, რომ ხელოვნურად ამას ხო ვერ გამოიწვევა. ზოგჯერ კი არა ხშირად სინანულიც უფლის წყალობაა. უნდა წარდგე უფლის წინაშე ისეთი როგორიც ხარ და ამასაც შეეწირავს ღმერთი. ხა გულში მჭირს ხوار და წყალობა შესაბამისი სინანულს ხო ვერ გამოიწვევა, რამდენიც არ მოინდომა ზოგჯერ ეს არ არის. ამას დრო ჭირდება, ამას უფლის მანდლი ჭირდება. ასე რომ აი როდესაც სინანულზე ვსაუბრობთ, როდესაც ეკლესიურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, იქ ძალიან ბევრი სულიერი ნიუანსია, რომელსაც მე ესე ვიტყოდი, რომ უკვე რეალისტურად გაცნობიერება ჭირდება. ზოგჯერ ჩვენ იცი ლამაზად აღვიქვამთ ყველაფერს, პათეტიკურად საუბრობთ, მაგრამ იმის მიღმა არის სხვა მწარე რეალობა, რომელიც არის გასაცნობიერებელი. არა მხოლოდ თქვათ იმ კონკრეტულ ჩვენს ჩადენილ ცოდვაზე ვიფიქროთ მუდმივად და ვიტიროთ, ვიგლოვოთ და შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდეთ ამ დროს, ხო? არამედ ვიფიქროთ გამოსწორების გზაზე. როგორი არის ეს გზა? მამ დავით, თქვენ როგორც ფსიქოლოგი, როგორ განმარტავთ ისე რომ თქვათ ადამიანი არც დეპრესიაში არ ჩავარდეს და სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს მარხვისა და სინანულის მიმართ? აი ოქროს შუალედი ზომიერება არის სამეუფო გზა ცხოვრების, მე ესე ვიტყოდი ახლა. აი წარმოედგინეთ თქვენ სინდისი არის ღვთისხმა, მაგრამ სინდისი შეიძლება
ბოროტის იარაღად გადაიქცეს, როდესაც აიზედმეტად ქეჯნის დახვდრისთვის არც თუ იშვიათად თავი ამოცანა რა არის, რომ აი წარსულის ცოდვისგან გაანთავისუფლოს ადამიანი მისი მარწუხებისგან. მე არც თუ იშვიათად ვიმეორებ ხოლმე, როცა მრავალთან მაქურთიერთობა ღმერთს არ უყვარს წარსულში ჩარჩენა. არ უყვარს. ყველას გვაქვს ცოდვები, შეცდომები და ეხა ამით დაკავდე ამაზე ზედმეტად იფიქრო ეს უკვე გაქტეხავს სულიერად და ფსიქოლოგიურად და კიდევ ამერობთ ეს ბოროტის იარაღიც არის. და რაც შეეხება იცით აი როგორ უნდა განთავისუფლდეთ არა აი სანამ მეგდელი გავხდებოდი რა გარკვეული ფსიქოლოგიური პრაქტიკა მქონდა და ვეხმარებოდი ადამიანებს ფსიქოლოგიურად შეიძლება მეუბნებოდი რომ შენ შეიძლება ჩემთან უკეთესად გაიხსნა ვიდრე მგდელთან სასულიერო პირთან მე შეიძლება უკეთესი რჩევადარებები მოგცე იმიტომ რომ ჩემ პროფესიული ცოდნა გამომდინარე მეტად მესმის ეს სფერო მაგრამ წადე აუცილებლად ახსარებაში ახსარება დღესაც კი ჩემთვის არის გამოცანა. ეს არის საიდუმლოება. აი ყველა შეუგზნია, განსაკუთრებით პირველი ახსარება იქნება ზოგჯერ, აი როგორ თავისუფლდება ადამიანი. ფსიქოლოგიურად ეშვება, მშვიდდება და შეიძლება ითქვას, რომ აი სხვა ძალა ეძლევა უკვე ნაკლოვანების გამოსწორების კუთხით. შეიძლება ყველა ახსარების დროს ეს შეგრძნება არ არის, მაგრამ ხშირად შეიმჩნევა. აი კიდევ ამერობ დღესაც ჩემთვის არის გამოცანა ახსარების საიდუმლო სინანულის შემდეგ თუ რაც ცვლილებები მიდის ადამიანში და ამიტომაც არის რომ ზოგჯერ რო ამბობენ იცი რა ეხა მე იცი რა დავდგები უფლის წინაშე ხატერთან დავდგები ჩემით მომინანიებ რასაჭირო ამბდელი მარტო ამ ასპექტში კი არა სხვა კუთხითაც არა ეს რა თქმა უნდა მცდარი მიდგომა თუნდაც ამიტომ არ ამბდელი საჭირო იმიტომ რომ მთელს აქვს ეს იარაღი რომ ცოდვები მიუტოვებს რა თქმა უნდა ღმერთი უტევებს მაგრამ რო შეადარო პირადი სინანული ახსარებაში გამოთქმული იქ სხვა შედი იგი მაინც ასე რომ აქაც ბევრი მომენტი შეიძლება გამოიყოს ჩვენ ცოდვებთან დაკავშირებით როგორ მოვინანიოთ და მე ხა მარტო თუთი ყურშივით რა თქმა უნდა სათქმელი არ უნდა ვიმეოროთ ერთი არის რომ ახსარებაში იტყვი და მეორე რომ მოინდომებ არა ღმერთი ეხმარება იმას ვინც ინდომებს და იბრძვის მამა დავით საუბარში ახსენეთ სულიერი თვალის ახელა. აი რას გულისხმობს, რას ნიშნავს ზოგადად რომ სულიერი თვალი გამომარტოთ პირველ რიგში რა არის სულიერი თვალი, როგორ ხდება მისი ახელა და აი სწორედ მოძღვრის დახმარება ღმერთთან ურთიერთობაში ხიდი ერთგვარი ადამიანსა და უფალს შორის. რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვრის დახმარება სწორედ ამ საკითხში რომ სულიერად ძლიერი იყოს ადამიანი და ჭეშმარიტ გზას დაადგეს. Citra პირადად მე სულიერის პრინციპს ესე ჩამოაყალიბებდი რა აი სულიერი თვალის გახელას ეს რა არის ცით მე უკვე სიღრმეში რო შედიხარ ეს არის მუდმივი ხსოვნა უფლის წმინდა იოსაფის ხასტი ამბობდა რომ თითოეულმა მოხუცი იქნება პატარო ახალგაზრდა გამოიგლიოს რამეს ხო არ ფიქრობს აკეთებს გამსნაბიჯ რაც ამოსთან უფალს ჩვენ იესო ქრისტეს ანუ რა არის სულიერება არის ეს რომ აი სულ აკონტროლებს შენ ფიქრებს იქ ვიღაცაზე გააბრაზდი არა ფიქრობ ზოგჯერ სამართლიანად მოდი ახლა გავახელო ჩემი წარმოსახვა და ვიფიქრო ამაზე თუ გონება სხვა მართლებით გადავრთო ვიღაცი შეგშურდა ახლა ადამიანი ძალიან შურიანი არსება პირდაპირ უნდა ითქვას შემო ეს ემოცია ვერ გააკონტროლებ მაგრამ შენზეა დამოკიდებული ამაზე იფიქრებ თუ არ იფიქრებ აი ეგეთ რა შეასაქმე ფილცი ფიქრები იქნება თუ სხვა განცდები არა უნდა განერიდო ამას ყველაფერს. იგივე აი ყველა სიტუაციაში უნდა წარმოიდგინე უფრო სულიერი მოქცევა რა იქნება და უნდა მოიქცე ესე. ასე რომ აი სულიერი თვალი ამას გულისხმობს. მუდმივად რაღაცნაირად განიცდი რომ უფლის თვალსაწიერის არეში ხარ და იმის და მიხედვით ცხოვრობ. მე ესე ვიტყოდი. და მოძღვარი მეტად მნიშვნელოვანია ხა. ჩვენ არის ვიღაც მათემატიკოსი, ვიღაც ექიმი, არა თავის სფეროში არის გარკვეული და ასე არის მოძღვარიც ხა. წარმოიდგინე აცლეულების განმავლობაში რომ კითხულობ წმინდა მამებს, ეცნობი ღვთის წესებს, დოგმებს, პირად გამოცდილებასაც იყენებ არა, სხვანაირად არიგებ უკვე ადამიანს. მე პირადად მაგალითად მიწევს ხოლმე წიგნების წერა და ნუ თქვა ერთ-ერთი თავი იყო სასწავლებლების ვნება. ესე დავარქვი. საიდან დავწერე ეს? ჩემ თავზე დაკვირვების შედეგად, გაიგეთ. ეს ფსიქოლოგიური წარსული მომეხმარა, აი რომ მოვიდე დეპრესიული ფონი სასწავლებლება რომ შემომიტია, რა ფიქრები, ემოციები შემოვიდა, როგორ გამომკლავდი. და მე ადამიანი რომ სისუსტით მოდის, არა მე უკვე სხვანაირად ვარიგებ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გადატანილი. ას შეიძლება კიდე ბევრ
ნიუანსს, ასე ვთქვათ, ჩვენი ფსიქოლოგიური სულიერი ცხოვრება. საკუთარი თავიდან მომდინარეობს, ხო, ბუნებრივი კარგიც და პირადი განოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი, დაკვირვება საკუთარ თავზე. და მე რა თქმა უნდა, ეხა მარტო შენი თავიდან კი არ ამოდიხარ იქ კითხულობ იქ ამა თუ ის წმინდანმა რა თქვა იქ ქადაგებას მოусმენ, ჭკვიანობას მოусმენ, გაიგე და ესე იკრიბება ყველაფერი. ანუ ფაქტობრივად მე ამ სფეროში ვითარდები, წლები, ათწლეულები ვარ და ეს ყველაფერი არა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე სხვის სამსახურში გამოვიყენო. დიახ. მამდავთ წეგან წავკითხეთ უწმინდესის მიმართვა სამსხვილსადმი რომ ვინც კი მართლმორწმუნედ მიიჩნევს თავს აუცილებელია რომ ყველა მიმარხულოს თუ რა თქმა უნდა მას ჯანმრთელობა ხელს უწყობს. თავისთავად მხოლოდ გასტრონომიული კუთხით არ უნდა მივუდგეთ მარხვას და სულიერი ასპარეზია როგორც წეგან აღნიშნე ხომ თავისთავად საკუთარი თავი გამოზარდო, გამოწრთნა, გამოთავო და სხვადასხვა შეიძლება სიტყვა მოუსადაგოთ ხომ მარხვას. რეალურად რა არის მარხვა, რომ განმარტოთ კიდევ ერთხელ და თქვენი დამოკიდებულება სანამ გახდებოდით მოძღვარი, როგორი იყო და შემდგომ უკვე როდესაც შეუდექით ამ გზას, რა შეიცვალა თქვენში და რა აღმოაჩინეთ რეალური მარხვა რას ნიშნავს? დიახ. მარხვა პირველად ასე ვთქვათ ადამიანს დაუწეს უფალმა, როდესაც არ უნდა შეეჭამო ნაყოფი არა იმ ხის. მარხვა ყველაფერთან ერთად არის რა იცით, რომ ეს არის ნებისყოფის გამოვლინებაც. აქ როგორ სვამენ წმინდა მამების საკითხს, შენ მუცელს თუ ვერ ალაგმავ იქ რა დიდ მიზნებზეა ლაპარაკი სულიერ, რა შეესაქმე, ასე რომ ყველაფერთან ერთად არის ნებისყოფის სიძლიერის გამოვლინებაც. ეხა ახალი წელი რომ არის და იქ საცირო არის, საცივი რომ არის და იქ თქვათ შემწვარი ხორცი და ასე შემდეგ თავს რო შეიგავ და უფალი მოგიწყობს ამ გამოცდას არა რომ რაღაც ისე სიტუაციაში ჩაგაგდებს, როდესაც უნდა აი ამ შენ ნაყროვანების მომენტს ძლიომე ესე ვიტყოდი. ასე რომ მარხვა ყველაფერთან ერთად არის ნებისყოფის გამომუშავების ხერხიც. მარხვა ჩვენ ვისაუბროთ სულიერი მარხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ესეც და კიდე რა არის იცით მარხვის დროს უნდა შეიკავო თავის ზედმეტი გართობისგან სანამხაური მხრისგან ეხლა ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე გეტყვით ზოგჯერ მომინდომებია რომ მოდი რა გავერთობი რაღაცა იქ სუფრაზე მოვილხენ არ გამომსვლია შეგზნება არის რომ ეს არ არის ის პერიოდი რომ შენ მოიხინო და გავაღდე ეს სხვა თავშეკავების პერიოდი აი თვითონ ცხოვრება შენი გიჩვენებს ამას ყველაფერს ეხლა შეიძლება ხანდახან მარხვის დროსაც გახალისდე მაგრამ არის სიმძიმე რაღაც დაძაბულობა გაიგეთ და აი შეგზნება რომ სანამ მარხვა არ დამთავრდება ეს არ მოიხსნება რაღაც სხვა პერიოდი იგივე რო ავიღოთ ეხლა ვნების კვირეულის პარასკევი ბუნება ტირისო თითქოს და შენც აი ესეთი განწყობა არა რომ აი თითქოს რაღაცა დიდი სიმძიმე გაწვება რა ეს ხო ჩვენგან დამოკიდებულებადაც ხდება რა ის განსაკუთრებული დღეა თვალსაზრისით მაგრამ დიდ მარხვასაც ახასიათებს ეს ესე ვიტყოდი ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია განსაკუთრებით დიდ მარხვა ყველა მარხვა ხო და აი შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ და რა შეიცვალა ხა ერისკაცობაში და მგლობაში ცოტა რთული სათქმელია ეს ალბათ გასააზრებელია რა შეიცვალა ერთი მხრივ მგლობა დიდი პატევია მაგრამ მეორე მხრივ რა არის იცით ხანდახან ერისკაცობა მინატრება ხოლმე მაშინ თითქოს უფრო მოშურნე ვიყავი მაშინ თითქოს უფრო მარხვის არს წვდებოდი ეხლა უკვე აწლეულები რო გავიდა ადამიანი თითქოს ყველაფერს ეჩვევა და ზოგჯერ მექანიკური ხდება ეს ყველაფერი იწყებ მარხვას და მაშინ თითქოს უფრო მეც ფიქრობდი მარხვაზე უფრო მეც მინდომებდი ეს პირად განსტებს გეუბნებით მართალია გითხრათ შიდა სამზარეულოს აი ეს რაღაცნაირად თითქოს შეიცვალა და მეორე მხრივ თითქოს უფრო მეტად ვისწავლეო მარხვის დროს თავს შეკავება, იმიტომ რომ ვიცი რომ იქ მაგალითად როგორ გითხრათ, აი ტრაპეზი რომ არის, ხა მარხვის დროსაც მიერთვა რა.
თქოს უფრო მეტად ვიჭერო, აი ხა რომ გადავიღებ შემდეგ ზედმეტ ნაჭერს, არა, ეს უკვე ნაკროვანებისკენ წასვლა. მართალია სამარხოა საჭმელი, მაგრამ უნდა გავაკონტროლო თავი. თითქოს მეტად უფრო მეტად, აი ვთქვათ, რომ განვიხდები ვიღაცაზე ან რაღაცა სხვა ნებითი მომენტი შემოდის, არა, უცებ ერთვება ის მომენტი, რომ ეხა მარხვაა და უნდა გაჩერდე. ასე რომ ადამიანი თითქოს უფრო მეტად იწაფებაო რა ამ თვალსაზრისით. მე ესე ვიტყოდი. მაგრამ მაინც კიდევ ვიმეორებ, ეხლა ჩემთვის მარტივი კითხვა არ იყო, გასაანალიზებელია. როგორ მარხულობდი ადრე და როგორ მარხულობდი ეხლა. იმიტომ რომ ესეც ძალიან საინტერესო საკითხია, რომ მადლობა დიდი პატივია ვითარდება ადამიანი, როცა შეიშნო ამას, მაგრამ რაღაცა კუთხით მაინც საკმარისად დიდი ბრძოლები აქვს და შეიძლება მოდუნდე ის ენთუზიაზმი არ იყოს, ის მოშურნეობა, რაც ადრე ქონდა და ესეც რეალობა. მამა დავით, დაახლოებით 2 წუთი კიდევ დაგვრჩა სასაუბრო დრო და ერთგვარად რომ შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი და შეხვედრა, კონკრეტულად დიდ მარხვის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ. დღეიდან დაიწყო 40-დღიანი დიდი მარხვა, რომელიც სრულდება მაცხოვრის აღდგომით. ეს სავალი გზა 40-დღიანი მარხვის პერიოდი რამდენად მნიშვნელოვანია, გამორჩეულია ადამიანის ცხოვრებაში და უახლოვდებით თუ არა სინამდვილეში უფალს ამ 40-დღიანი მარხვით. აი განსაკუთრებით ამ პერიოდში უნდა მივუახლოვდეთ, აი როგორც მონასტერი არის პირობები ისეთია შექმნილი, რომ აი მეტად მივუახლოვდეთ უფალი ღმერთს, აი ეს პერიოდიც არა მეტად გიწყობს ხელს, რომ ღმერთთან განსაკუთრებით ჩაუშვო ღუზა. და ძალიან საინტერესო ნიუანსებია მარხვის კიდე დანიშნულება რა არის, რომ წმინდა მამებმა ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნება გაითვალისწინა და მიხვდა, რომ შეიძლება აი მთელი წელი კონტროლი გაუჭირდეს სულიერი ფიზიკური კუთხიდან, და რაღაც პერიოდი გამოყვეს, წარმოიდგინეთ თქვენ. ეს 50-დღიანი. რომ აი მოდი 50 დღის განმავლობაში მოინდომა. ხო, მთელი წელი რომ მოითხოვა, შეიძლება ვერ გაეძლო ადამიანისთვის, მაგრამ საინტერესო რა არის, რომ როცა დიდხანს მარხულობ, ბევრჯერ მარხულობ, მე თითქოს მარხვის განწყობა არასამარხო პერიოდშიაც გადაგვება ხოლმე. ასე რომ ბევრი ასპექტი აქვს დიდ მარხვას. ეს არის პერიოდი, როდესაც აი განსაკუთრებით უახლოვდები ღმერთს, თუ შეიშნობ ამ მარხვას და მიდიხარ ასკეტური მიმართულებით, რაც ყველას მოგვეთხოვება, მაგრამ ხშირად აი ჩვეულებრივი ხანა უფრო ერული სილაღისკენ გვიბიძგებს, რომელიც არ არის მაინც ახლა ეკლესიური თვალსაზრისით მისაღები. როგორია წმინდა მამათა დარიგება მამდავით მარხვასთან დაკავშირებით? აი ბევრი მხარე გამოიყოფ, ერთ-ერთი რაც გითხარით არის ის, რომ არის განსაკუთრებული პერიოდი, განსაკუთრებით უნდა მოვთოგოთ საკუთარი თავი, მოვერიდოთ ერულ ბევრ, ასე ვთქვათ, სანახაობრივ მომენტს და უფრო მეტად მიუძღვნოთ საკუთარი მე უზენაეს. ზიარებას აქვს აუცილებელი მნიშვნელობა ასევე ჩვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ზიარებას აი დიდხანს რო არ ეზიარები, მასში გზნობ. ზიარებას რამხელა ძალა აქვს. ზოგჯერ აი სინათლე რომ მიდის, მასში გზნობ, არა სინათლე. რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის წყალი რო არ არის, მე ხდები და აი განსაკუთრებით აი პანდემიის პერიოდი რო იყო, ზოგჯერ ადამიანები ვერ ეზიარებოდნენ, რომ გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენი ეკლესია კი ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, მართალი რომ გითხრათ, არ იყო დაკეტილი და რაღაცა გამონაკლისი იყო, მაგრამ ზიარება არ იყო დიდი საიდუმლოება, მაგრამ ზოგჯერ აი უფალი რას უშვებს, რომ აი შეიძლება რაღაც პერიოდი არ ეზიარე, რომ მიხვდი ზიარება როგორ გაძლიერებს. და მღვდლისგან, ბევრი მღვდლისგან გამიგონია, რომ აი ზიარება როგორ ატანინებს ბევრ ამას. გმადლობთ მამადავით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ მარხვის დაწყებას, დიდი მადლობა მობრძანებისთვის დაგემშვიდობებით მამადავით. ერთმან დაგლოცავთ. დისუბანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.